ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ ჰესები არც ერთი არ უნდა აშენდეს და ჭრაქით უნდა ვანათებდეთ გზას და ლამპიონები უნდა გქონდეს ნავთზე და ასე შემდეგ. ამას არ ვამბობთ. ჩვენ დიახ გვინდა განვითარება ამ ქვეყნის და ამ ქვეყანაში თუ ვთქვათ ინდუსტრია განვითარდა და რაღაც ეკონომიკური დარგები განვითარდა, შესაბამისი ელექტროენერგიაც დაგჭირდება. ხო, ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ნებისმიერი ენერგეტიკული პროექტი უნდა ემსახურებოდეს არა ინვესტორის ინტერესებს, არამედ უნდა ემსახურებოდეს სახელმწიფოს განვითარების მიზნებს, სტრატეგიულ მიზნებს, იმ სტრატეგიულ გეგმებს, რომელიც სახელმწიფოს ექნება ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. ანუ არა ბაზარი, არამედ ის გეგმა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა, რომელიც ქვეყანას ექნება და ეს გეგმა უნდა იყოს არა ვიწრო წრეში შეთანხმებული, არამედ ადგილობრივი მოსახლეობიდან დაწყებული, ასე ვთქვათ, სხვადასხვა სოციალური ჯგუფებით დამთავრებული, ფართოდ და დემოკრატიულად შეთანხმებული და დაგეგმილი, ასე ვთქვათ, ხედვა უნდა იყოს. და იმას უნდა ემსახურებოდეს, ვთქვათ, ის ენერგეტიკული განვითარება, რაც ქვეყანაში არსებობს. ეს ერთი პუნქტი. მეორე, რასაც ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ არ არის საკმარისი ერთჯერადად იგომარ ქუცნაშვილის და მურმარ მარგველაშვილის დაქირავება და თავის ესე ტექნოკრატიულ ცოდნას რო გადმოაფრქვევენ, რომელსაც თანამედროვეობასთან როგორც ჩანს ნაკლები საერთო აქვს, როგორც სხვა სპეციალისტები და მეცნიერები ამბობენ და იმათი გადმოფრქვეული, დაქირავებული ტექნოკრატების გადმოფრქვეული კვლევების საფუძველზე, რომ დაიგეგმოს ქვეყანაში დიდი გიგანტური ინფრასტრუქტურული პროექტები. ჩვენ ვართ ის ჯგუფი, რომელიც მხარს უჭერს მიზანმიმართულად ამ ქვეყანაში სამეცნიერო სისტემების არსებობას, რომლებიც დღეს კი არ გამოიკვლევენ მარტო ჩვენს ჰიდრორესურსებს, ჩვენს თქვათ ბუნებრივ რესურსებს, ჩვენს გარემოს, ამ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას, არამედ სისტემურად შეისწავლიან, დროში ხანგრძლივად შეისწავლიან და ექნებათ აი დროის დიდი ასე ვთქვათ ხანგრძლივობის განმავლობაში ამ ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებებზე დაკვირვების გამოცდილება, თქვათ გეოლოგები, რომლებიც ერთჯერადად კი არ მივლენ, არამედ ინსტიტუტი არსებობს, რომელიც სისტემურად იკვლევს, თქვათ გეოლოგიურ პროცესებს ამ ქვეყანაში, ჰიდროლოგები, რომლებიც სისტემურად იკვლევენ ამ ყველაფერს, ენერგეტიკოსები, რომლებიც სისტემურადაც იკვლევენ და ცოტა თანამედროვე ხედვებიც რო აქვთ, ხო? ანუ აბსოლუტურად არ აქვს. ანუ ჩვენ გვინდა განვითარება ამ ქვეყანაში, ასევე დაეფუძნოს სისტემურ მეცნიერულ ხედვას, ცოდნას, დაკვირვებას. ეს ამ ქვეყანაში არ არის, ყველა ეს პროექტი, რომელიც ჩვენ წარმოგვიდგინა საქართველოს ხელისუფლებამ, არის ერთჯერადი, მათ მიერვე დაქირავებული ექსპერტების მიერ შეფასებული. მაგრამ აქ არ თავდება ყველაფერი, ჩვენც ასე ვთქვათ, გვაქვს რაღაც ინფრასტრუქტურა, რომელიც საბჭოეთმა დაგვიტოვა, რომელიც არის ჩაოხრებული და უმძიმეს მდგომარეობაში, რომელიც კიდევ უფრო ცუდ დღეში ვარდება და თუ ჩვენ გვინდა დამატებითი ენერგია, ხო, მეცნიერები გვეუბნებიან, რომ არსებობს ეს რესურსი, ამ რესურსის მოპოვების შანსი ახალი გარემოს განადგურების გარეშე, ახალი სასიცოცხლო სივრცეების დაპყრობის გარეშე, უკვე არსებული ჰესების რეაბილიტაციით. ჩვენ დიდი, ასე ვთქვათ, შეღავათი გვეძლება, დამატებითი ენერგია გვეძლება, იამახსენა აქ გადამცემი ხაზები, სადისტრიბუციო ხაზები, მათი რეაბილიტაციით გვეძლება დამატებითი ენერგია, ხო? ანუ სანამ ჩვენ დავანგრევთ ჩვენ ბუნებას, მოусპობთ სასიცოცხლო სივრცეს, მანამდე იქნებ უკვე არსებულ ინფრასტრუქტურას დავაკვირდეთ მისი მოდერნიზებას, მის მოდერნიზებას შევეცადოთ და ამით მოვიპოვოთ, ხო, დამატებითი ენერგია. ხო, კიდევ რა არგუმენტები გვაქვს? ჩვენ მწვანეები ვართ და ჩვენთვის არ არის მართლა მდინარე, მარტო რაღაცა ეკონომიკური განვითარების ობიექტი. ტყე არ არის მხოლოდ რაღაცა ფულზე რო გაიცვლება ისეთი ფასეულობა. მიწა არ არის მხოლოდ, რა ვიცი, საშუალება, რომელსაც გაყიდი, გაანადგურებ, ააფეთქებ, ამოთხრი, იქიდან რესურსს ამოიღებ. ის არის ერთიანი ეკოსისტემა. ის არის ჩვენი სასიცოცხლო სივრცე. მისი ნაწილი ვართ ჩვენ
და რაც შეიძლება ნაკლები ზიანი უნდა მივაყენოთ მას, რაც შეიძლება ნაკლები რესურსი უნდა ამოვიღოთ ჩვენ ბუნებიდან, რომ მისი სასიცოცხლო თვისებები შევინარჩუნოთ და ეს სასიცოცხლო თვისებები, ეს ჩვენი სასიცოცხლო სივრცე შევუნარჩუნოთ, თქვა სხვა თაობებსაც, არა. ეს ამათ არ აინტერესებთ, დღეს აქ და ახლა ყველაფერი უნდა აფეთქდეს, ყველაფერი უნდა დაგუბდეს, ყველაფერი მიწიდან უნდა ამოვიღოთ და გამოვიყენოთ ენკას, იგლჰილსის და სხვების სასარგებლოდ. ეს ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. და თან მართალია ეს ჩამორჩენილი მეცნიერები ეწინააღმდეგებიან ხოლმე ამ პროცესს, მაგრამ უკვე დასაბუთებულია მომავალი აქეთკენ მიდის, რომ განახლებად ენერგიებს, როგორიც არის მზე და ქარი, აქვთ უდიდესი პოტენციალი საქართველოში. კვლევები აჩვენებენ, რომ ჰიდრორესურსებზე გაცილებით უფრო დიდი პოტენციალი აქვს ამ ქვეყანაში მზეს და ქარს. გვაქვს ერთი ქარის სადგური, რომელიც ძალიან გამართულად მუშაობს და მომგებიანია ამ ქვეყნისთვის. ამიტომ უტოპიათ არ უნდა დაისახოს ამ ქვეყანაში მზის და ქარის ენერგიის გამოყენება, არსებობს ამისი შანსი და სანამ რიონს გავანადგურებთ და რიონის ხეობას დავაგუბებთ, ეგებ არსებობს შანსი, რომ სადღაც მზის სადგური ჩავდგათ, სადღაც ქარის სადგური და წისქვილი ავამუშაოთ და ამითი ქვეყნის ენერგეტიკული პოტენციალი გავაძლიეროთ და რაც მთავარია, ამათ ხო არ უყვართ გრძელვადიან გეგმებზე საუბარი, ამათ უნდათ აქ და ახლა, ეხლა მოიგონ. და დღესვე არის თუ არა. ჩვენ ვამბობთ, რომ ამ ქვეყანას ტრანსფორმაცია ჭირდება ეკონომიკური მიმართულებითაც, ეკოლოგიური მიმართულებითაც, ენერგეტიკული მიმართულებითაც, მშენებლობის მიმართულებითაც და მოკლედ ბევრი მიმართულებით ტრანსფორმაცია ჭირდება და ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, სადაც ტრანსფორმაციის გზას უნდა დავადგეთ, ეს არის ალბათ ამ ქვეყნის ენერგოეფექტიანობა. ამაზე საუბრობენ მთელ მსოფლიოში თანამედროვე მეცნიერები, რომ სახლებს როგორ ვაშენებთ, აქაც ოღონდ სასწრაფოდ ააშენოს ქართულ ოცნებასთან დამოკავშირებულმა რომელიღაცა ოლიგარქმა კორპუსი დიდი ღმის ადგილი რო აღარ დარჩა, მაინც კიდე იქ ააშენოს, უცებ გაყიდოს, როგორ აშენებს რამდენად დაცული აქვს ეს ენერგოეფექტიანობის კრიტერიუმები, ხო? ანუ ენერგოეფექტიანობა ნიშნავს, რომ ისე უნდა ვაშენოთ და არა მხოლოდ ვაშენოთ, ეკონომიკის სხვა დარგებშიც ისე უნდა ვიმოქმედოთ, რომ ნაკლები ენერგია დაგვჭირდეს, დავზოგოთ ეს ენერგია. ამაზეც არავინ არ ფიქრობს. ანუ არც მოდერნიზებაზე ფიქრობენ, არც მზეზე ფიქრობენ, არც ქარზე ფიქრობენ, არც ენერგოეფექტურობაზე ფიქრობენ, არც კვლევებს ატარებენ, არც სტრატეგიული გეგმა არ აქვთ ქვეყანა როგორ უნდა განვითარდეს და ტბორავენ ყველაფერს. და 150 ეს აშენება უნდათ აქ. ეს არის მახინჯი ხედვა და ამ ხედვას ჩვენ ვეწინააღმდეგებოდით ყოველთვის